დილა მშვიდობისა, გურუ. იმედი მაქვს მშვენიერი დღე გაქვთ. ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინს და ჩემს ახალგარიგებას, რომელიც უკვე $2,000-თან ახლოსაა მოგებაზე გუშინდელი შესვლის შემდეგ. ეს მოჰყვება წინა $29,000 ბიტკოინის მოგებას. ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინის გარიგებას და ტექნიკურ ანალიზს, შემდეგ განვიხილავთ ოქროსა და ტექნოლოგიების მარაგებს. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ჩემი 26 წლიანი ინვესტიციის გამოცდილება და 7 წლის უფასო ყოველდღიური ვიდეოები. ისწავლეთ ჩემი გამარჯვებებიდან, წაგებიდან, მოგებიდან და შეცდომებზე. ეს არ არის ფინანსური რჩევა, თქვენ უბრალოდ უყურებთ ჩემს გარიგებებს. თუ ძალიან ემოციური ხართ ან ახლად იწყებთ, მე დავიწყებდი Google-ისა და Apple-ის თითო წილის ყიდვით ყოველთვიურად. ეს რუტინა გეხმარებათ ინვესტიციისა და აქციების გაგებაში. 1 წლის შემდეგ თქვენ გექნებათ თითოეული კომპანიის დაახლოებით 12 აქცია და შეგიძლიათ დაიწყოთ ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზის შესწავლა, გაიაროთ კურსები და ისწავლოთ ინვესტორებისგან, როგორიცაა უორენ ბაფეტი. გააგრძელეთ პოზიციების აშენება, სანამ დაიწყებთ აქტიურ გარიგებას. ადამიანების უმეტესობისთვის, განსაკუთრებით ემოციური ტრეიდერებისთვის, უფრო უსაფრთხო მიდგომა რეგულარული ინვესტიცია ხარისხიან აქციებში ან 500 ETP-ის ყიდვა ყოველთვიურად. ახლა ბიტკოინის ტექნიკურ ანალიზს. ჩემი სავაჭრო ანგარიში არის დაახლოებით $366,000, ამ კვირაში დაახლოებით 343,000 და 30 დღის წინ 328,000, რაც 40,000-ამდე გაიზარდა. ბიტკოინის ახალი გარიგება ამჟამად აჩვენებს დაახლოებით $1,700 მოგებას. გარიგებამ მხოლოდ $74 ხარჯები გაიღო, ხოლო დაახლოებით $1,700 მოგება მოიტანა. რამდენიმე შესაძლებლობა გვთავაზობს ამ ურთიერთობას. ბიტკოინის წინა გარიგებამ მოიტანა დაახლოებით $29,000 მოგება. ადრე გარიგება დაიწყო დაახლოებით $62,000 და დაიხურა $77,000-მდე. ბიტკოინის ახალი პოზიცია უკვე დაახლოებით $1,700 მოგებაა. ჩემი იუნი პოზიცია გაიზარდა დაახლოებით 2,000-ით, ხოლო გრამ რჩება დაახლოებით 2,000-ით. გრამ შეიძლება აღდგეს ალტკოინების ზრდასთან ერთად. Samsung დაეცა დაახლოებით 3%-ით, Tesla 3 აგვისტო, Nvidia 3 და TSM 2. ტექნოლოგიური აქციები ზეწოლის ქვეშაა და აქაც ბაზრის საერთო სისუსტე ჩანს. ოქრო $4,682-მდე გაიზარდა, ხოლო ბიტკოინი უცვლელია. Amazon-მა მოიპოვა 1 მარტი %, Meta 1 ივნისი და Google 0,8. ახლა ბიტკოინთან ახლოს არის 73,000. ძლიერი ყოველკვირეული ზრდის შემდეგ სტოქასტიკა კვლავ მაღლა მოძრაობს და ახლოსაა, მაგრამ ჯერ არა, ზედმეტად შესყიდულ ტერიტორიასთან. ბიტკოინის ინდიკატორი ბოტი რჩება მწვანე ყიდვაზე წითელი გაყიდვის გარეშე, ხოლო გურუ ბოტი რჩება წითელ გაყიდვაზე ყიდვის გარეშე. ყოველკვირეული RSI იზრდება და ჯერ კიდევ აქვს ადგილი ზედმეტ შესყიდვამდე. Squeeze მომენტა მხოლოდ დაიწყო მწვანედ ქცევა, ამიტომ აღმოვალისვლა შეიძლება გაგრძელდეს ბევრად უფრო, ვიდრე ბევრი ადამიანი ელოდება. ყოველკვირეული აქცია შეიძლება არ დასრულდეს. ყოველდღიური დიაგრამა იზრდება და კვლავ წააგავს ხარის დროშას, თუმცა ყოველდღიური RSI და სტოქასტიკური უკვე ზედმეტად იყიდება. Squeeze მომენტა რჩება მწვანე. 4 საათიანი სქემა ასევე აგრძელებს ხარის დროშას. ბიტკოინის აგრესიული დაყენება 75,000-თან ახლოს რისკავს $654,750-მდე, დაახლოებით 11-დან 1-ზე. უფრო უსაფრთხო დაყენება რისკავს $720,000-მდე, დაახლოებით 18-დან 1-მდე. ბიტკოინი შესაძლოა ქმნიდეს პატარა ორმაგზედა ნაწილს. ერთი მაღალი იყო $79,559-თან ახლოს, რასაც მოჰყვა მეორე ოდნავ მაღალი ტესტი დაახლოებით $79,900. საათობრივ სქემაზე აშკარად ჩანს ორმაგიზედა სტრუქტურა. გამჭვირვალე ორმაგიზებით, მე შემეძლო აქ მოგება მივიღო და კიდევ ერთი შეკვეთა განვათავსო $75,000-თან ახლოს. მე გადავწყვიტე დავტოვო 1 მაისი ბიტკოინის გარიგება ღია, რადგან მსურს დავამყარო პოზიცია, თუ ფასი დაიკლებს. ახლა ოქროს შევამოწმებ და მერე Google-ს. რაც შეეხება ოქროს, ფასი დაახლოებით $4,600-ია. ბაზარი ადრე დაეცა მხარდაჭერისკენ $3,943-თან ახლოს და აიწია ზუსტად ამ მხარდაჭერის ხაზიდან.
ოქრო უკვე გაიზარდა დაახლოებით 18%-ით ამ მხარდაჭერისგან. მისი პროგნოზირებული ყველა დროის ფართობი დაახლოებით $5,500-ია. 4 საათიანი დიაგრამა მაღლა მოძრაობს ძლიერი მოbrunების შემდეგ, თუმცა ფასი ახლა წინააღმდეგობას უახლოვდება. უახლოესი წინააღმდეგობის და პოტენციური მოკლევადიანი მიმღების ზონა არის დაახლოებით $4,836-დან $4,888-მდე. გრძელვადიანი პოზიციისთვის სასურველი შესვლა 3,929-თან ახლოს უკვე გავიდა. ამჟამინდელ ფასში ოქროს არ დავდევნი. მე დაველოდები უკან დახევას მხარდაჭერის ახალი ზონისკენ და ვაჭრობდი განვითარებადი არხით. შესაბამისი ჩანაწერიდან ჯილდო რისკის თანაფარდობა შეიძლება იყოს დაახლოებით 15-დან 1-თან. ახლა Nvidia-ზე. Nvidia განიცადა მნიშვნელოვანი უკან დახევა. ახლა ის დაახლოებით $208 შეადგენს, მას შემდეგ რაც მიაღწია დაახლოებით 228 მის ბოლო მაქსიმუმთან ახლოს. მხოლოდ ერთ ან ორ კვირაში მარაგი ამ პიკიდან დაახლოებით 9%-ით დაეცა. ყოველდღიური ვერსე და სტოქასტური კლებულობს. 4 საათიანი ჩარტში ჭარბი გაყიდვა, ხოლო კვირეული იმპულსი ასევე სუსტდება. Nvidia რჩება მკაფიოდ განსაზღვრულ ფასების არხში. უკან დახევა არ გამოიყურება განსაკუთრებით ძლიერი მოკლევადიან პერიოდში. მე ვამოწმებ დაცემის უკან მიზეზს, მაგრამ თვალსაჩინო ამბები მოიცავს $6 მილიარდი შეთანხმებას და არააშკარა უარყოფით კატალიზატორს. მოგება დაუყოვნებლივ არ არის გადახდილი, ამიტომ მე მიმართავ საფუძვლებს. Nvidia ვაჭრობს დაახლოებით 32-ჯერ მეტი მოგებით. მე ვათავსებ ფუნდამენტურ და ტექნიკურ ანალიზს და ორივე მიდგომა ისწავლება StockGurus-სა და CryptoGurus მასტერკლასებში. ფასი მოგების თანაფარდობა 32 ნიშნავს, რომ 32 წლის მიმდინარე მოგება უტოლდება აქციის ფასს. უორენ ბაფეტის ტრადიციული ღირებულების საორიენტაციო მაჩვენებელი უფრო ახლოს არის 20-თან, ამიტომ Nvidia რჩება უფრო ძვირი, ვიდრე ამ ღირებულების ზონა. ვარდნა P32-დან 20-მდე შეიძლება ნიშნავდეს მნიშვნელოვან კორექტირებას. თუმცა Nvidia-ს ბიზნესი სწრაფად ფართოვდება, წლიური შემოსავალი და მოგება მკვეთრად გაიზარდა წინა წელთან შედარებით. აქციების ყიდვისას სურს ვნახო რამდენიმე წლის ძლიერი წლიური ზრდა. Nvidia აჩვენებს ამ ნიმუშს, წლიური შემოსავალი იზრდება დაახლოებით $60 მილიარდიდან დაახლოებით $130 მილიარდამდე და შემდეგ $200 მილიარდზე მაღლა. კომპანია ასევე აწარმოებს ძალიან მაღალ მოგებას, დაახლოებით 55%-ს. მისი ბოლო კვარტალური მაჩვენებლები განსაკუთრებით ძლიერია, შემოსავალით $80 მილიარდთან ახლოს და წმინდა შემოსავალთან ახლოს 58 მილიარდს. კვარტლის წლიური 80 მილიარდის მიახლოებით ვარაუდობს დაახლოებით $320 მილიარდი შემოსავალს, მაშინ როცა მოგების მაჩვენებელი შეიძლება მიუახლოვდეს 240 მილიარდს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ზრდა წინა წლიურ მაჩვენებელთან შედარებით 215 მილიარდი შემოსავალი და 120 მილიარდი მოგება. პრინციპში Nvidia კვლავ ძლიერ კომპანიას ჰგავს. მე მაქვს გაფრთხილება დაახლოებით $189, რომ დავამატო მეტი აქციები უკან დახევაზე. ბიტკოინზე დაბრუნების შემდეგ ჩემი შემდეგი კიბეებით ყიდვის შეკვეთა დაახლოებით 75,000-ია. ჩემი ბიტკოინის შეკვეთები ბაზრის ქვემოთ დგას. Elite Traders-ისა და Clash of Aces ჯგუფში რამდენიმე მოდელმა ცოტა ხნის წინ კარგად იმუშავა. DeepSeek ვერსია 4 და Chat 5 ივნისი ორივემ გახსნა Solana-ს გრძელი პოზიციები. Claude-მა ასევე გახსნა Solana Long, ხოლო Kimi და ტყუპები ოქროთი გარიგებაზე მიიღეს მოგება. Clash of Aces ამჟამად 229 წევრი ჰყავს. როდესაც ჯგუფი მიაღწევს 250-ს, MacBook Air გადაეცემა მის საუკეთესო ტრეიდერს. საჩუქრისთვის მხოლოდ 21 წევრია საჭირო. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს buyback ბონუსს, უფასო Telegrams, WITS $200 რეგისტრაციის შეთავაზებას და Clash of Aces. WITS წარმოდგენილია როგორც ქექის გარეშე მსოფლიო ბირჟა. აღწერა ასევე შეიცავს ინდიკატორ ბოტებს და კურსებს. ჩემს სანგარიშს ახლა დაახლოებით 106, 200 მიმდევარი ჰყავს. მე ცოტა ხნის წინ გავზარდე ჩემი ბიტკოინი 2 დღის წინ წინა გარიგებაში დაახლოებით $29,000 მოგების მიღების შემდეგ.
თუ ემოციური გარიგება გაგიჭირდებათ, Apple-ის, Google-ის და S500 ფონდის რეგულარული ყიდვა შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს, ვიდრე აქტიური გარიგება. ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა ასევე ძლიერი შედეგი გამოავლინეს გუშინ Clash of Clans-ში. ამით დასრულდა ბაზრის განახლება. მე შეიძლება ვიყიდო მეტი ბიტკოინი უკან დახევისას, მაგრამ ვიქნები ფრთხილი და შევინარჩუნებ ჩემი კიბეებით შეკვეთებს ქვემოთ. ბიტკოინი შეიძლება გაგრძელდეს ზრდა, მაგრამ ბევრი აქტივი უკვე აბრუნებს თავის მოგების ნაწილს. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. მე ვრჩები დაახლოებით 70% ნაღდი ფულით და 30% აქციებში, ხოლო უფრო დიდ პოზიციებს ვქნი Google-ში, Nvidia-სა და Amazon-ში, Apple-ს, Fox-გან და Tesla ასევე ჩემს სიაში. ხვალ გნახავ.